მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში, ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი კახა ურიადმყოფელი. კახას აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება, ის არის ძალიან გამოცდილი ტრენერი. მას პროფესიით არის სამართალმცოდნე, მას აქვს სამოქალაქო განათლების მიმართულებაში ძალიან საინტერესო და ესეთი კარგი ბექგრაუნდი. და გარდა ამისა არის აქტიური მოქალაქე, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იმ საკითხებზე მუშაობს და ის საკითხები აწუხებს, რაც აქტუალური არის ქვეყნისთვის და დღეს ჩემთან ერთად მასაც ძალიან აწუხებს და აინტერესებს ის პროცესები, რაც განათლების სისტემაში არის მოსალოდნელი. როდესაც ასეთი ტიპის რეფორმები ანონსდება ხოლმე, პირველი რეაქციები ყოველთვის არის, რომ რეაგირებთ ხოლმე, რომ თითქოს ეს პროცესი არის უკვე განხორციელებული და ვცდილობთ, რომ ცხადად წარმოვიდგინოთ ის საკითხები, რაც შეიძლება ამას მოყვეს, მაგრამ ჩვენ თუ დავაკვირდებით ქართული ოცნების მმართველობის პერიოდს, ძალიან ბევრი რამ დაანონსდა განსაკუთრებით განათლების სისტემაში ისეთი, რომელიც საბოლოოდ ვერც განხორციელდა და ისევე რომელიმე მინისტრის გადაყენებასთან ერთად დაივიწყეს ის პრობლემები და იმედი მაქვს, რომ ეხლა რაც ხდება, ესეც რაღაცა ანალოგიური იქნება, იმიტომ რომ რაღაცერად ძნელად განხორციელებადი და თითქმის განხორციელებელი მგონია ყოველ შემთხვევაში ის რაც არის დაანონსებული დღეს. ერთი რომ ბოლომდე ჩვენ არ ვიცით რა ცვლილებები არის მოსალოდნელი, იმიტომ რომ ის დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად წარმოადგინა განათლების სამინისტრომ, არის ძალიან ბევრ დაზუსტებას მოითხოვს. ამ დოკუმენტთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების ინტერვიუებიდან ამონაკრეფით შევავსოთ ეს და რაღაცერად აი ესეთი ის გამოვიდა რაღაც მუტანტი რა ამ ინტერვიუებისა და იმ დოკუმენტის და ასე რომ დღეს არ შეიძლება რაღაცები არასწორიც ვთქვათ, იქედან გამომდინარე, რომ ბოლომდე ცხადი არ არის და ძალიან ბევრი რამ ჩემთვისაც არის გაუგებარი და ბოლომდე ვერ ვიაზრებ რა შეიძლება მოხდეს და გაკეთდეს და მოკლედ ამ ნიუანსებზე ვისაუბრებთ დღეს მე და კახა. კახა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ველოდებოდი მის ბათუმში ჩამოსვლას, რომ მომეწვია. დიდი მადლობა ლალი, პირველ რიგში მადლობა, გამარჯობა მივესალმები, ასევე როგორც ჩვენ, ასევე შენს მაყურებლებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მოწვევისთვის ყავაზე სასაუბროთ. თემა ნამდვილად საინტერესოა და პირდაპირ დავითანხმები შენს ბოლო ნათქვამს, რომ გაუგებარია ძალიან ბევრი რაღაცა. გაუგებარია პროგნოზირება, საერთოდ რა როგორ იქნება, მაგრამ ასევე დავამატებდი გარკვეულ განწყობებს, რომ მაინც გულის სიღრმეში ძალიან ბევრი მოქალაქეს სჯერა, რომ ესეთი რეფორმები მაინც ვერ ეღირსება განხორციელებას, იმიტომ რომ სანამ მათი იმპლემენტაცია დაიწყება, მანამდე რაღაცები ქვეყანაში შეიცვლება და ჩვენ არ მოგვიწევს ასეთი გაუგებარი რეფორმებით ცხოვრება. მოდი დავიწყოთ თუ გინდა ყველაზე მთავარით, რაც ყველაზე მთავარი პრობლემა აქვს ამ მიზანი რა არის ამ საერთოდ მიზნამდე ვიტყვი კიდევ ერთ ძალიან საინტერესო საკითხს, რომ რადგანაც ვარ თან იურისტი, საჯარო სამართლის, საჯარო მმართველობის სპეციალისტი და თან ასევე მომიწია სხვა რეფორმებზე მუშაობა, მათ შორის პარლამენტის რეფორმაზეც. მე მაგალითად კარგად ვიცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ასეთი კონცეფციების შემუშავების პროცესს თვითონ. როგორი რთულია და არ არის თავიდანვე აღნიშნოთ ნორმალური, რომ რამდენიმე კომისიამ, სადაც საერთოდ არ არიან ფაქტიურად განათლების საკითხთან დაკავშირებული ადამიანები, ხო, ჩვენ თბილისის მერიც კი ვნახეთ, ხო, და რაღაც ისეთი პროფესიის ადამიანები და ისეთი თანამდებობის ადამიანები, რომელსაც საერთოდ არაფერი ესაქმებათ განათლების სფეროსთან. ასევე მაგალითად მე ვერ გავიგე და არ მოსულა ჩვენამდე ინფორმაცია საერთოდ იყო თუ არა წინსწრებად განხილული
თუნდაც იმ განათლების სფეროში ჩართულ ადამიანებთან, რომლებიც მაგალითად არ არიან ოპოზიციურად განწყობილი, ხო? თუნდაც ასე ვთქვათ, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ წარმომადგენლებთანაც კი არ ყოფილა, ხომ? ესეთი პროცესები. შესაბამისად, ფაქტიურად ვიწრო ჯგუფის მიერ მე მგონია რომ არ ყოფილა. იმიტომ რომ პატარაა ქვეყანა და გამოშონავდა რაღაცა ფორმით. ყველას ყავს ყველგან. კი ბატონო, შეიძლება ერთეულებთან იყო რაღაც გარკვეული კავშირი, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს არანაირი ესეთი საკითხები ყოველთვის ხდება სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფებთან, სხვადასხვა იმ ადამიანებთან განხილვა წინსწრებად, ვისაც უნდა შეეხოს ეს ყველაფერი, ხო? საუნივერსიტეტო სივრცეებში რო ყოფილა ამაზე საუბარი საერთოდ. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, მოდი აქედან დავიწყოთ. და რაც არ უნდა ეწეროს იქ თუნდაც რაღაც იდეალისტური და ძალიან მოსაწონი ჩანაწერები, როგორც მინიმუმ ამ კომპონენტის გამო უკვე ცუდი არის ეს დოკუმენტი და სავარაუდოდ როგორი პროცესისაც ეს მოხდა, იგივე პროცესებით გვიპირებენ და აპირებენ, რომ განხორციელდეს ამის იმპლემენტაცია, ანუ არავის არაფერი არ დაეკითხონ, ხო? და ჩვენ რამდენიმე ადამიანი როგორც გადავუწყვეტ, ისე იქნება. ну ზოგადად ახალი არ არის და ჩვენი მთავარი პრობლემა არის დემოკრატიის კრიზისი, ხო? შესაბამისად ასეთ გარემოში ნებისმიერი რეფორმა განხორციელებული აუცილებლად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და ეჭვგარეშე. ზოგადად განათლებას რომ რეფორმა ჭირდება, ამას ორიაზე არ არსებობს. კი ასე რომ არ უნდა დაგვაგვლიოს ამ სიტყვებმაც, ხო? ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში განათლების რეფორმის საჭიროებას კი არ ვაკრიტიკებთ, მაგაზე თანხმდებით, რომ საჭიროა. აუცილებლად საჭიროა. მაგრამ აი ესეთ საეჭვო დაგეგმილი რეფორმა ჩაკეტილ სივრცეში თავისი ასევე საეჭვო მიზნებით. ჩვენ რისთვისაც განათლების რეფორმის ცვლილება გვინდა, იმ პროცესს და იმ განწყობას ეწინააღმდეგება ის ფორმა, რა ფორმითაც ეს მიიღეს. თორე თავისთავად ცხადი არის, რომ ჩვენ რაღაც უკიდურეს კრიზისში ვართ. ქვეყანაში არის მეცნიერების კეთების ძალიან დიდი დეფიციტი. საერთოდ პრობლემურია ეს მემართულება და ამ შემთხვევაში იცით კიდე რა ვერ გავიგე? აი რას ნიშნავს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი? რა იქნება? ეხლა ნელ-ნელა გამოჟონა თითქოს იმან რო და ეს ინტერვიუებიდან და იმიდან ვიგებ თითქოს რომ ეს კერძო უნივერსიტეტებს არ შეეხება. კი ბატონო. ხო, მაგრამ საქმე ის არის რომ აკრედიტაციის საბჭო ისევ სახელმწიფოს ხელში არის, ხო? და მათაც შეუძლიათ რომ კერძო უნივერსიტეტებს რაღაც მოთხოვნები წაუყენონ. და ხო აი ეს არის რომ კერძო უნივერსიტეტების და სახელმწიფო უნივერსიტეტების აი ესეთი გამიჯნა როგორ არის შესაძლებელი, მობილობა როგორ მოხდება, ერთ ქალაქი ერთი უნივერსიტეტი რას ნიშნავს, მაშინ თბილისში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხო? იქ არის კონსერვატორია, აკადემია, სხვა სახელმწიფო სასწავლებლები, ხო? აი იმასთან მიმართებაში რა იქნება? სულ ეს კითხვები. ან თქვათ ის ადამიანები და ის სტუდენტები თან კარგი მესმის თუ ამას ეტაპობრივად განახორციელებ რაღაცაზე, თქვათ ის სტუდენტები, რომლებიც უკვე მუშაობენ, რომლებიც უკვე მიღებული ყავს სახელმწიფოს ვალდებულება აქ იმათ წინაშე, ხო? იმათ დაასრულებინებენ, მერე მოხდება თუ მყისვე მოხდება, მყისვე განხორციელდება. ეს თითქოს თქვენს რომ უკვე თებერვლიდან იწყება და აი ასე ვართ გაუგებრობებში. ხო, ჩვენ ახლა საინტერესო რამ გამახსენდა აი შენახსენე რომ ხა პატარა საზოგადოება ვართ და რაღაც მაინც გამოჟონავდა რომ ყოფილიყო განხილვები და ჩართული განათლების სფეროში შემავალი ადამიანები ამ რეფორმებში. სხვა შორის მსგავსიაფემსმენია, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ასე ვთქვათ მოდიოდა სხვა ინფორმაცია რომ მაგალითად ილიას უნივერსიტეტს უპირებენ გაუქმებას. ნუ ამ რეფორმას თუ გავყვებით, მაგალითად, მართლა შეიძლება დავინახოთ, რომ ილიას უნივერსიტეტმა საერთოდ შეწყვიტოს ფუნქციონირება, არ არის გამორიცხული, არ დაგვიწევს ასევე ამ რეფორმის ფარგლებში ისიც კი ითქვა, რომ ძალიან მეტი შენობები არის დაკავებული, ხომ, საუნივერსიტეტო სივრცეებისთვის და მათი გაყიდვა პრივატიზაცია შეიძლება მომგებიანი იყოს. კარგი, დავუშვათ, ნუ გასაგებია ილიას უნივერსიტეტსადმი დამოკიდებულება, მაგრამ აი ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი, აქედან ხო, სამხატვრო აკადემია, აი მოდი ახლა გადავიდეთ მიზნებზე, ხო? ერთი არის ოფიციალური მიზნები და
არაოფიციალური მიზნები ალბათ არ არის რთული ამისაცნობი. ანუ დეკლარირებული მიზანი, პრინციპში დეკლარირებულ მიზანშიც ჩანს, რომ მეცნიერების განვითარება არ არის პრობლემა, იქ პრობლემა არის, ანუ დეკლარირებული არის რა, რომ უნდა გაიყიდოს შენობები და უნდა შემცირდეს პროფესორ-მასწავლებლების შესაბამისად სტუდენტების რაოდენობა, ხო? ეს არის მიზანი. ეს მოხდებაო, ამაც გვეუბნებიან. მოდით ესე შევხედოთ საკითხს. მე მაგალითად არ მგონია ასეთი რეფორმის საჭიროება და კონცეფცია ყოფილიყო წარმოდგენილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში თავიდან ბოლომდე ყველა სასწავლებელში რომ იყოს მოქმედი ხელისუფლებისთვის კომფორტული გარემო შექმნილი. ხო, ფაქტი არის, რომ მოდით ესეც გავყვეთ, ყველა მსგავსი ტიპის რეჟიმებში, არადემოკრატიულ რეჟიმებში, რა თქმა უნდა, განათლების სისტემა არის ნომერ პირველი, რის კონტროლის სურვილსაც იჩენს. ასევე მედია და სხვა მსგავსი სივრცეები, იმიტომ რომ აქ ეს არის სივრცეები, სადაც შეიძლება კრიტიკული აზრი დაიბადოს. და ეს რა თქმა უნდა არ აწყობს, ხო, არადემოკრატიულ რეჟიმს. როდესაც ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი ახლა გამახსენდა უცბად, ორჯერ მომიწია ტაჯიკეთში ყოფნა რამდენიმე წლის წინ იქაურ საჯარო მმართველობის უმაღლეს დაწესებულება სკოლაში და იქ მაგალითად შევამჩნია იქ მარტო ერთადერთი ესეთი დაწესებულება ფაქტიურად პრეზიდენტის სახელობის, რა თქმა უნდა, რომელიც არის გარკვეული სამჭედლო იქაური საჯარო მოხელეების. ანუ ესეთი რეჟიმები შიშობენ, რომ ეხლა ბევრი კერა რო იყოს, ხო, განსაკუთრებით საჯარო მოხელეების აღმზრდელი, ეს საშიშროების შემცველი შეიძლება იყოს თავისთავად, ხო, იმიტომ რომ იქ კაცრად უნდა იყოს სახელმწიფოსთან კონტროლირებადი თქვა და რა სასწავლიან მის მომავალ საჯარო მოსამსახურეებს. და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს რო გაუმარტივდება კონტროლი, ეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ხო, ეს არის, ხო, ეს დევიზი. და ერთი ფაკულტეტიც არ არის, ერთი პროგრამაო. ამ ბოლო დროს ფლად ერთი პროგრამა გამოაცხადეს, ხო? იმიტომ რომ ერთი ფაკულტეტი. კარგი, შეიძლება რომ ჩვენ შემთხვევაში ბათუმის უნივერსიტეტი რახან ავტონომიური რესპუბლიკა ვართ და მართლაც რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნივერსიტეტია. შეიძლება რაღაც მიზერულად შეგვეხოს და ერთ საინტერესო იდეას გაგიზიარებ, რაც ყოველთვის მქონდა მე, რადგან აჭარა ვახსენეთ. აჭარა არის ავტონომიური რესპუბლიკა და სამწუხაროდ თავად აჭარის უმაღლეს პირებთან სხვადასხვა დროს სხვადასხვა საუბრებიდან გამომდინარე ეს წუხელები ყოველთვის მესმოდა ხოლმე რომ რეალურად ეს არის უფრო ფორმალურად არსებული ავტონომია ვიდრე რეალური შინაარსობრივი. ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო მე რა მგონია იცი ეს არის ძალიან კარგი რაღაცა მოდელად შეიძლება ნორმალურ სახელმწიფოში გამოყენებული იყოს თვითმართველ მაგას ამბობდი თვითმართველობის ფორმაც კიდევ ნახეთ მაგალითად ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ აჭარა უნდა იყოს კერასწორედ ასეთი საცდელი რეფორმების მაგალითად აჭარას განათლების კუთხით აქ ავტონომია ხო მინიჭებული მაგალითად ნორმალური სახელმწიფო ადგებოდა და უკვე დიდი ხნის წინაც აი ესეთ ინოვაციურ რეფორმებს საცდელად მაგალითად დატესტავდა აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში და საქართველოს მოქალაქესაც ფაქტობრივად ქვეყანაში ექნებოდა რაღაცა არჩევანი ხო რაღაცა ტრადიციულ მოდელს გაყვეს თუ მოდი რაღაცა ინოვაციურ მოდელში მივიღო მონაწილეობა და ეს ძალიან ქვეყნის განვითარებისთვის კარგი იქნებოდა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მართლა მოეძებნებოდა უკვე ნამდვილი დანიშნულება, ხო? თუმცა განათლება იქნებოდა მიმობული. და ეხლა ხო იჭვი არ გვეპარება რომ რაც იქ იქნება, იგივე გადმოკოპირდება აქაც. თითქმის სამწუხაროდ თითქმის ყველა რეფორმა ხა მაგათაც პარლამენტის რეფორმაზე ვიმუშავე და რაც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე შევიმუშავეთ, აქაური უმაღლესი საბჭოსისას იგივე გადმოვიდანეთ ფაქტიურად, ხო? რა თქმა უნდა, ესეთი გადმოტანები ხალხთან არ არის ცუდი, მაგრამ აქ მართლა ავტონომიურადაც უნდა იხარშებოდეს გარკვეული ასეთი რეფორმები და
მართლა საინტერესო იქნებოდა. ახლა კი ბევრჯერ მიფიქრი ამაზე, რომ როცა შენ ქვეყანაში გეძება საშუალება, რომ თუნდაც ერთ წელში გქონდეს განსხვავებული თუნდაც რაღაცა განათლების სისტემა, სადაც დავტესტავდით მართლა გარკვეულ საინტერესო, ოღონდ არ გულისხმობ თქონდა ამ განათლების რეფორმას, გულისხმობ ნამდვილ განათლების რეფორმას, თავის სასკოლო განათლებიდან დაწყებული და ასე შემდეგ. და ამ შემთხვევაში, მიზანი ჩემთვის როგორ გიხარ რაღაცნაირად კანით როგორ ცნობ, მაგრამ აი ის არ ჩანს შტრიხები და ვექტორები არ ჩანს საითკენ მიდის ეს და გარდა იმისა, რომ ეს არის არ მინდა რა, ასე ვთქვა, რომ აი დამკრება იყოს ვინმეს მიზანი და ვინმეს მიზანი იყოს ის, რომ საერთოდ განათლება და ზოგადად მეცნიერება არ იყოს ქვეყანაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად თუ ეს რეფორმა განხორციელდა, ხდება ყველა უნივერსიტეტის რაღაცა პატარა მცირე ლოკალურ ჯგუფებში მოქცევა. მერე ვინ არის დღეს იმ დონის, მაშინ როდესაც გუნდური მუშაობები მიდის ყველა სფეროში მეცნიერებაში, ხო? ვინ არის ის ერთი პროფესორი, ვისაც შეიძლება მთელი ფაკულტეტი და მთელი სპეციალობა, მთელი ქალაქი და მთელი უნივერსიტეტი დადგეს, ხო, ფაქტობრივად. აი ეს ცენტრალიზება რამდენად მართებული არის, ეს ხო ცალკე თემა არის. ისი ანალოგიური მოდელი სადმე გაგვიგონია? მე ვეძებე და ვერ ვნახე ამ ტიპური მოდელი. ისევ ძალიან მარტივად გავყვეთ ერთ თემას. თვითონ ცარიელ თუ გამოვყოფთ რაღაცა ნაწილებს, შეიძლება საინტერესოს ჩანდეს. მაგრამ ჩვენ ეს თუ არ ჩავსვით კონტექსტში, აი რა გეჩვენება საინტერესო. მოდი პოზიტიურებით ვილაპარაკოთ თუ არა. მოდი ავიღოთ მაგალითად ჩემი მიმართულება, ხო, სამართალი. სამართალი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსაც, ტექნიკურ უნივერსიტეტსაც, სოხუმის უნივერსიტეტსაც. ანუ ჩვენ ამ კონცეფციის მიხედვით უკვე აქედან მხოლოდ ერთგან უნდა დარჩეს სამართალი. კი ბატონო, და სად უნდა წარჩი? კი ბატონო, მე მაგალითად რაღაც გამართლებას მოუძებნიდი, რომ მოდი ხო მართლა რატო რა თქვინდა ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხო ასე მიმართება, რომ ტექნიკური უნივერსიტეტია და მოდი უფრო მეტი დრო დაუთმოთ ტექნიკურ საგნებს, ხო? ზუსტ მეცნიერებებს, ხო? მაგრამ როცა ვიცით, რომ როგორ ნერვებს უშლის მაგალითად ილიას უნივერსიტეტის კერა ხელისუფლებას, ხო? თან ილიას უნივერსიტეტში სწორედ სხვა მეცნიერებებთან ერთად განსაკუთრებით მოწინავე არის სწორედ ჰუმანიტარული მეცნიერებები, ხო? კი ბატონო, სოციალურ-პოლიტიკური და სამართლის მიმართულებაც, ხო? ასე რომ ჩვენ როცა ვიცით, რომ ასეთი გარემოება არის, რომ მართლაც ძალას ეს დიდად არ მოწონს. როგორ უნდა მოწონდეს ახლა ილიას უნივერსიტეტში ხო? იქვე იგრძნობა საპროტესტო ყველა კედელზე, ყველა სართულზე საპროტესტო განწყობა დერეფნებში და ყველგან და გარეთაც გადმოკიდული თუნდაც ბანერებით, ხო? და როცა ეს ამბავი ვიცით ჩვენ და ასეთი ჩანაწერი გვხდება, ხო, აქ ლოგიკურად უკვე ჩვენ იმაზე კი არ ვფიქრობთ, აქ მართლა ხდება თუ არა ხარისხის გაუმჯობესებისთვის ეს, ხო? მარტივი დასკვნა კეთდება, ხო, რომ ილიას უნივერსიტეტი უნდა გაუქმდეს. ფაქტად ესე გამოდის. შესაბამისად ძალიან რთულია ჩვენ ვიმსჯელოთ. ანუ ეგ არის მიზანი, რეალური მიზანი. კი ბატონო. იმიტომ რომ თქვენ ხო როგორ გონიათ, რომ მართლა რომ მიზანი რო იყოს მართლა რაღაც ხარისხის გაუმჯობესება, ხო? და სამსჯელო თემა რო გახდეს, ხო? თქვა და რომელ უნივერსიტეტში დარჩეს მაგალითად პოლიტიკური მეცნიერების სწავლებები ან სამართალი და ასე შემდეგ, ხო? ხორჯერ 2-4-ია რომ აქ ილიას უნივერსიტეტს არავინ არ აირჩევს და არ იტყვის რომ მოდი ილიაში დავტოვოთ, ხო? უკვე არაჯანსაღი გამოდის ეს რეფორმა და სხვა მიზნები იქნება იქ ჩაქსოვილი, როცა მისი იმპლემენტაცია მოხდება, ხო? ასე რომ სხვა ჩვენს კიდევ საინტერესო დეტალები არის ამ რეფორმაში. ერთი წუთით, კახა, იცით რა არის? სანამ რეფორმის იმპლემენტაცია დაიწყება, ამას ეს რეფორმა არ არის რაღაცა 4 გვერდის რეფორმა არ არის არა. ამ რეფორმას ჯერ საჭიროებები უნდა იყოს დასაბუთებული, ანუ რაღაც კვლევა, როგორც ვიცი, არანაირი კვლევა არ არის ჩატარებული, ყოველ შემთხვევაში არაფერი არ დევს ღია
წყაროებში, რომ გვინახა ზეგავლენის შეფასებები არაფერი არ არის სამწუხაროდ არის ხო კონცეფცია. მე ვერ ვნახე და რა ვიცი, მაყურებელი ვინმე თუ რაიმე კვლევას ნახავს და ჩაგვიგდებს კომენტარებში ძალიან დამავალებს. და ეხლა ნახეთ ეს ამ დოკუმენტის რაღაც აი ინსტრუმენტალურ დონეზე გასამართად, როდესაც ეს უკვე ინსტრუქციები დაიწერება, იქ რაღაც ბრძანებები არის საჭირო, ხო? იქ განათლების სამინისტროდან ხელისუფლები და იქ როგორც არის იერარქია არის, ხო? ამისი ამ კანონპროექტამ სანამ მივა და მერეც კანონპროექტის სახე რომ მიეცემა, ხო? აი ამ პროცესების გავლას რა დრო დაჭირდება და აი რა შეიძლება თუ კი ეხლა ამ წუთას ასეთი ჩანასახობამდელ მდგომარეობაშია ხო ეს არის კონცეფცია იდეის დონეზეა და აქ ჩანასახიც არ არის ხო ამ ამაში იდეის ხო ამ რეფორმის ხო აი რა დრო დაჭირდება ამას სავარაუდოდ საკანონმდებლო კანონმდებლობის ენაზე რო ძალიან გამჭირდება პასუხი იმიტომ რომ როგორც კონცეფციის შემუშავებაზე ვთქვით, ხო? მე თუ არ მაქვს ინტერესი რომ ჩართო საზოგადოება დისკუსიები მოვაწყო, შევაფასო ზეგავლენის ეს შესაბამისი რაღაცა ზეგავლენები, რისკები, მოსალოდნელი შედეგები, რაღაცა სვოტ ანალიზი გაკეთე. ხო, ასე კეთდება ნებისმიერი მსგავსი დიდი რეფორმა მით უმეტეს, რომელიც ფაქტობრივად საზოგადოებას ეხება, ხო, ახალგაზრდობას და პროფესიონალ სწავლებს და განათლების კერას, ხო? იქ ისიც კი უნდა იყოს გამოთვლილი რა შედეგს მოგვიტანს ეს 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ ასე ძირითადად პერსპექტივაში მაგრამ ჩვენ თუ ამას ვიტყვით რომ ეს არ გჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ დემოკრატიული გზით არ ვაკეთებთ ამ რეფორმას, მაშინ ეს შეიძლება ერთ კვირაშიც გაკეთდეს. რამდენიმე კაცი დაჭდეს კაბინეტში და ჩამოწეროს ასე ვთქვათ, ნაბიჯები და დაიწყოს პირდაპირ იმპლემენტაცია. ასე რომ, არ მგონია ამ კონცეფციის მერე მაინც დაიწყონ ეს დემოკრატიული პროცესი. თვითონ საუნივერსიტეტო სივრცეებში და მოხდა. ანუ ტექნიკურად ხო ჭირდება, აი ვთქვათ, გაიტანეს სამედიცინოს დარგის ის არა, სადღაც სხვაგან საქართველოს კი აი მომდევნო წელსაც შეუძლიათ სრულად მოიყვანონ ეს ყველაფერი შესაბამისობაში. უბრალოდ იქ ერთი რამეც ითქვა რომ მაგალითად მომდევნო წელს რომ მოვიდეს შესაბამისობაში თებერვალში უკვე დაიდოს. მოდი ელალი ასეთ შევხედოთ, რა თქმა უნდა სახელმწიფო ინფორმაციის სფეროც გარკვეული რისკების მატარებელია პოლიტიკური კუთხით. ამიტომ ეს თამაში ხო გაჟღერებული რომ ნებისმიერ შემთხვევაში ვინც ახლა სტუდენტია, იმას ბოლომდე მოუწევს იმ რეჟიმით დამთავრება, რა რეჟიმითაც ახლა სწავლობს. აი ეგ უკვე გასაგები ხდება. ეს ეგ ითქვა რომელიმე წყაროში. არ მოხდეს, მე მომხდა ყოველ შემთხვევაში, ისევ განმარტებებში. განმარტებებში თორე ასე დეკლარირებული არის. რა, მაგრამ მაგის დამოკიდებული იქნება რაზე? თუ ამის იმპლემენტაციის დროისთვის უკვე სრული დიქტატურა იყო ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ სტუდენტებს არავინ დიდად არ მოუხდება, მაგრამ მაინც სტუდენტობა ისეთი ძალა არის, რომ არ არის მარტივად ესე გააბრაზო, ხო, სტუდენტობა, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ხელისუფლებისთვის უკუშედეგი გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. ასე რომ ამ ნაწილში ნამდვილად ფრთხილობენ, რაც უნდა დიდი ძალაუფლების მქონე იყოს მართველი ძალა ხო და კონსოლიდირებული კონდეს და ყველაფერნა გააბრაზეს და სტუდენტი რა ყოფ. კი, მაგრამ მაინც ესე არის აწყობილი ადამიანის გუნება, რომ როცა უშუალოდ შენ პირადად რაღაც გიხება, თან ჯიბეზე. იქ კი ბატონო, არა ხო ჯიბეზე მთელი ასე ვთქვათ, გარემოზე და ყველაფერზე, ხო? ეს კი ბატონო, ეს არა, ესე ყველანაირი სამართლიანობა მაგაც მოითხოვს, რომ ეხლა მიღებული სტუდენტები იმ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს იმათთან მუშაობა, როგორც მიიღო და სახელმწიფო ახალშეკრულებად დაუდო ამ სტუდენტებს, ხო, როდესაც ეროვნული გამოცდები ჩააბარებინა. კი ბატონო, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ თუ მის ამ საკითხების უფრო დეტალებში შესვლის იმპლემენტაციის პერიოდში უფრო დიდი ძალა იქნება საკუთარ ხელში ხელისუფლებას არც მაგას არ მოელიდება, რომ თუნდაც არსებულ სტუდენტებისთვისაც შეცვალოს რაღაც.
აი მაგალითად შეცვალა. ყველა გადაიყვანოს მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა იურისტი. ყველა იურისტი, კი ბატონო, მაგრამ ეს ბავშვები, რომლებმაც თქვათ სტუდენტები, რომლებმაც ჩააბარეს ბათუმში და გათვლილი აქვთ აქ ბათუმელიან, შეიძლება ბათუმელი არ არის, მაგრამ რაღაცა მომიჯნავი ადგილიდან იმისთვის თბილისში ცხოვრება და აი ეგ შევა უბრალოდ ტექნიკური ამბის გამო არ გაკეთეს და შემდეგ გაუქმეს პროგრამები, როცა ამოიწურება ეს სტუდენტები. მაგრამ აი რაც შეეხება რომ ერთ ქალაქში მარტო ერთგან უნდა იყოს ერთი მიმართულება, ხომ? ну ეს აგერ ტექნიკურად არის შესაძლებელი რომ მაგალითად დატოვებული იქნეს მაგალითად სამართალმცოდნეობა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სოხუმის და ტექნიკური უნივერსიტეტიდან ყველა გამოიყვანონ იქ. ტექნიკურად ეს შესაძლებელი. და ამდენი უნივერსიტეტი გვაქვს ჩვენ ყველა დარგს რო თავის ქალაქი ქონდეს? ხო, არა, ესენი სადაც როგორ ფიქრობენ, ეგეც გაუგებარია სხვა შორის. ყველა პუნქტში სადაც წავედი ყველგან ანუ ერთ ქალაქში უნდა იყოს ანუ ერთ ქალაქში არ უნდა დუბლირდებოდეს ერთ და იგივე პროგრამები სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში პრინციპში საუბარი უფრო არის აქ თბილისზე ხო იმიტომ სხვა ფაქტობრივად თითო არის ხო ეს სახელმწიფო უნივერსიტეტი და თითო კი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგრამ თუ ერთი უნივერსიტეტი ერთი პროგრამა არის მაგას ვიძახი არა ერთი ქალაქი ერთი პროგრამა უფრო ესე ერთი ქალაქი ერთი უნივერსიტეტი და ერთი უნივერსიტეტი ერთი პროგრამა ესე თქვენს ხო მოგეთ ეგეც ის არის ძალიან დამაყენებელი ხო ესე იგი ვერ გავიგეთ რა თქვათ სადმე იქნება საბუნებისმეტყველო მაგრამ მოდი ესე შევხედოთ ანუ მე ხა რომ რაც შემიძლია თქვა ზოგადად არდემოკრატიულ რეჟიმის ტაჯიკეთის მაგალითს ვახსენე ხო ხა მე პირადად რაც ვნახე უფრო მარტივია სამართავად როცა კონსოლიდირებული ერთ წელში მაგრამ ამ სიმარტივესაც ხო უნდა მოწყობა მოდელის და გაუგებ ვერ ეწყობა ეგ კიდევ ერთ საინტერესო დეტალი არის მაგ რეფორმის ხო ნაწილებიც ხო ახსენოთ მაგალითად არის გარკვეულ მიზნად დასახული რომ ბიზნესის მოთხოვნებს უფრო მოერგოს ხო ანუ მომხმარებლური საზოგადოება და არა ეს ცუდი არ არის არასდროს ყოველთვის იყო კიდევაც ეს მაგრამ აი საფრთხის ქვეშ დგება ერთი ძალიან მთავარი და ეს აუცილებლად დადგება საფრთხის ქვეშ დემოკრატიულ რეჟიმში არ დადგებოდა საფრთხის ქვეშ მაგრამ არ დემოკრატიულ რეჟიმში აუცილებლად დადგება საფრთხის ქვეშ სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული, კი ბატონო, ან კრიტიკულ აზროვნებაზე რაც არის მიმული, ხო, და რაც რეჟიმს საერთოდ არ ჭირდება პირიქით ხელს უშლის, საერთოდ მაგ მიმართულებით შეიძლება ძალიან დაიჩაგროს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეგ მიმართულება და საერთოდ არ ჩაითვალოს პრიორიტეტულად, ხო, ბაზარს არ ჭირდება. ბაზარს არ ჭირდება კრიტიკულად მოასწავლე ადამიანი, არ ჭირდება ფილოსოფოსი, არ ჭირდება პოლიტოლოგი და მან ნაკლები და გრანტი წავა და ასევე ნახეთ კიდე რა არის საინტერესო, რომ ფაქტიურად სახელმწიფო დაფინანსების სისტემის შეცვლას აპირებს. ანუ სტუდენტის გრანტი კი არ იქნება, არამედ უნივერსიტეტს ექნება. უნივერსიტეტს ხო ანუ ისეთი დეტალები შემოდის რაც უფრო გაუმარტივებს ხელისუფლებას რომ უფრო დაიმორჩილოს და ეროვნულ გამოცდებს ნუ ლოგიკურად გააუქმებენ რა თქმა უნდა და ისე უნივერსიტეტებში დააბრუნებენ როგორც იყო არ არის ხო ეს ეროვნული გამოცდების საკითხი ღია რჩება ეროვნულ გამოცდებზე შევიდეო ვისაუბროთ რა თქმა უნდა ეროვნული გამოცდების მაშინ დროებითი გადაწყვეტა იყო პრობლემის და ნორმალურ სახელმწიფოში გვეფიქრა მაგის გაუქმებას მაგრამ ისევ და ისევ გავიმეორებთ რომ ჩვენ ახლა სხვა შიშებით უყურებთ ამ რეფორმას თორე ამ რეფორმას თუ სხვა თვალით ჩამოვაშორებთ ან პოლიტიკურ კონტექსტში და სხვა თვალით შევხედავთ ხო რაღაცეებზე შეიძლება მართლა ვიმსჯელოთ ხო და რაღაცები შეიძლება მართლა უფრო სასარგებლო იყოს თუნდაც ეროვნული გამოცდების გაუქმება პირობითად ხო და რაღაც დაფინანსების მოდელების შეცვლა თუ არ დაგვოიწყეს ასევე ეს კიდეც სხვა მიმართულებიდანაც გაუქმდა მაგრამ მანდაც ითქვა რომ ესე იგი ფაქტობრივად მოხდება აუცილებლად მოხდება ლოგიკურია შტატების შემცირება და ხელფასების გაზრდა. ანუ გაზრდილი ხელფასის მქონე პროფესორი, რომელსაც ასევე ანტიკორუფციული კანონით საერთოდ აეკრძალა ფაქტობრივად აეკრძალა, იმიტომ რომ ყველა ნებისმიერი სხვა შემოსავალი უნდა შეუთანხმოს ხელმძღვანელს. ნებისმიერი პატარა ხელშეკრულება, აი ერთდღიანი ტრენინგიც რო ჩაატარო სადმე, უნდა მიხვიდე ჯერ შენ უნივერსიტეტში აიღო ნებართვა, რომ შეიძლება მე ეს გავაკეთო.
ანუ ფაქტობრივად მიბჯაჭულს ხდის იმ უკვე კარგ ხელფასზე, რომელიც დაპირდა, რომ კარგი ხელფასი ექნება იმ შემცირებო პროფესორს. ანუ პროფესორები ფაქტობრივად გახდებიან ერთი დიმიტრი გელოვანი. ხო, და ეს პროფესორები გახდებიან უკვე ძალიან მიჯაჭვული ამ თავის ხელფასზე და ამ თავის ერთადერთ შემოსავის წყალზე და ლოგიკურად უკვე ლოიალური იქნებიან მართველი გუნდის მიმართ, ხო? ანუ ეს თორე ხელფასი კარგი უნდა ქონდეს პროფესორის კი არ უნდა აუგზავნოს სხვაგან არაფერი გააკეთო. პროფესორის ესეთ ხელფასი უნდა ქონდეს, არ უნდოდეს. თვითონვე არ უნდოდეს სხვა რამის კეთება, ხო? კარგი, ახლა მეორე სფერო კიდე რამაც კითხვები გამიჩინა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ეპოქაში, სადაც თლიანად დარგები ისე არის გათქვეფილი და ისე არის შერწყმული, დარგების ინტეგრაცია მიმდინარეობს ყველა მიმართულებით და კი არა და აი საკვირაო სკოლაში რომ რაღაცა ჩემეული პროგრამა მოვიფიქრე, აქაც კი დიფერენცირებულად საგნები არ მაქვს, იმიტომ რომ ვთვლი რომ მომავალი განათლების არის სწორედ ამ სამყაროს ერთიან ხედვაში და ერთიანი ხედვა სამყაროსი არის აი ეს მეცნიერების პროდუქტების რაღაცა ერთიანად მიწოდებაში. აი ეს და ცალკე დაცალკევებული და გადაწოწილ-გადმოწოწილი ეს დარგები ინტეგრაციას როგორ მოახერხებს? კი, ესეც შეიძლება ითქვას, რომ ხა ინტერნეტის ეპოქაში ეგეც არ არის კაცმა რო თქვას დიდი პრობლემა, მაგრამ ინტეგრაცია ხო მარტო მაგას არ ნიშნავს, რომ პროფესორებმა იურთიერთოს ერთმანეთთან. ინტეგრაცია ნიშნავს იმას, რომ ინტეგრირებული პროგრამები უნდა გაკეთდეს და როგორ არის ესე იგი პირდაპირ ურტყამს თუ ეს განხორციელდა ამ ინტეგრაციის პროცესს. აი ძალიან საინტერესო თემა შემოვიტანე ლალი, მაგრამ ეგ თემა განსაკუთრებით საჭიროებს უამრავ მსჯელობას. უამრავი შესაბამისი სპეციალისტების მქონე პირების ერთად დაჯდომას, კვლევას, აწონდაწონვას და ისე გადაწყვეტილებების მიღებას. და შეუძლებელია ასეთი პროცედურებით დაგეგმი რეფორმაში, ჩვენ რაიმე იმედი გქონდეს, რომ თუნდაც მაგ მიმართულებით რამე სწორად იქნება გაკეთებული, ხო? როგორც უკვე აღნიშნეთ, რეფორმის, რომ ნახეთ, შემადგენლობა, ვინც ეს კონცეფცია წარმოგიდგინა, ხო, არ ვიცი. ალბათ ხვდები, რომ ეგეთ საკითხებზე ახლოსაც არ იქნებოდა ფიქრი. კიდევ სხვა ერთი საინტერესო დეტალი, აი 3 წლიან სწავლებაზე, ხო, 4-დან 3 წლიანზე. აი მანდაც რომ შევხედოთ, ხო, 3 წლიანი კარგული პროგრამები ახალაც არის შესაძლებელი რომ იყოს. და ესეც რაღაც კაცად კი უნდა იყოს გარკვეული ლავირების საშუალება მანდაც, ხო? ხო, ახლა მაგათაც ტურიზმს არაფერში არ ჭირდება. სტუდენტი რომელსაც კიდევ ხო უფრო მეტი იმით უნდა შესწავლა, ხო? ნუ ერთ სიტყვით შავეჭება უფრო რჩება, რომ ეს პრაქტიკული მიზნებისთვის არის, ხო, გათვლილი, ხო? აი თუნდაც რა ვიცი, სწრაფი მუშახელი რომ იყოს მართლაც და აღსდილი უმაღლეს სასწავლებლებში. ანუ მთლიანად მხოლოდ და მხოლოდ ბაზარზე ორიენტირებული. კარგი, კიდე ერთი კითხვა მაქვს. იმდენი კითხვა მაქვს, შეიძლება ახლა არც გამახსენდეს, მაგრამ ერთ-ერთი კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ის არის, აი კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც უნივერსიტეტებთან არსებობს, ამათი ბედი საერთოდ ჩანს სადმე ამ რეფორმაში თუ ღიათაა დატოვებული ესე. ხო, ნახეთ, თუ კი შეიცვლება მართლა დაფინანსების სისტემა და თავიდან ბოლომდე ყოველი თეთრი, ანუ ფაქტობრივად სტუდენტთან შემოსული გრანტი ეს გარკვეულწილად დამოუკიდებელი შემოსავალი იყო. ზოგადად საჯარო სამართლიანი პირის მთავარი ხიბლი საჯარო სამართლიანი პირის სტატუსი აქვს, ხო? ამ სახელმწიფო უნივერსიტეტს მთავარი ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისგან განსხვავებით საჯარო სამართლიანი პირებს სიპებს რო ეძახეთ შემოკლებით, მათ აქვთ უფლება ქონდეს საკუთარი შემოსავალი, რომელსაც საკუთარ სახელმწიფო დოტაციაზე არ იყოს. კი ბატონო, იქედანაც შეიძლება ქონდეს, მაგრამ ეს ჩემი საკუთარი შემოსავალი, მევე ვახმარ ჩემსავე განვითარებას, ჩემსავე ამ საქმიანობას, ხო? და ეს ნაწილი თუ არ ექნება უნივერსიტეტს და მხოლოდ იქიდან წამოსული, ეხლა ის დაფინანსება რა შეუძლია, ის დაფინანსებას თან მოყვება, ის გამარტება, რომ ეს ამაში უნდა დაიხარჯოს, ეს ამ მიმართულებაში, ეს ამ მიმართულებაში, ხო? შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია, რომ ამ წამოსულ დახმარება, ამ დონაციას პირდაპირ მიმართულებებიც ეწეროს და საერთოდ არ იყოს იქ ეს კვლევების, არასასურველი კვლევების, მოდი ესე ვიტყოდი, ხო? ეხლა შეიძლება და კვლევა ვინ უნდა აწარმოოს ერთმა პროფესორმა?
ეგ კიდე გაუგებარი ერთი ხო, ძალიან გაუგებარია. შეუძლებელია ამ 4 ფურცელია, ხო, რაღაც კონცეფციაში რაღაც ამოკითხვა. და ანალოგიური მოდელი სადმე გინახავს? გაგიგონია? მოდი ტელეგვრის მასშტაბი. მე ვიქექე ვერ ხო, მაგრამ აქაც ბევრი რამე არ გათვალისწინებული ქვეყნის ზომაზე, წონაზე, ტრადიციაზე. ზოგიერთი ქვეყანა თავიდანვე არ წასულა, ხო, ესე ყველაფერი სახელმწიფოსგან, რომ ყოფილიყო უმასის განათლებაში და სახელმწიფოზე მიბმული, ხო? ჩვენი წარსული არის საბჭოთა კავშირი, სადაც ყველაფერი სახელმწიფოსი იყო. და ასე რომ ჩვენ თუნდაც ამ კუთხით მიჩვეული ვართ სახელმწიფოს ჩარევას, ხო, ჯერ კიდევ ბევრ სფეროში და ძალიან ძნელია რაღაც ბევრი დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ რაღაცების განკერძოება ცოტა უფრო მივეჩვიოთ, ხო? და სხვა სახელმწიფოს რომელსაც ასე წარსული არ ქონია, იქ თავიდან რაღაცებზე საერთოდ არც დაუწყეს სახელმწიფოს ფიქრი, რომ თრად ესე მიეტაცებინა და თვითონ გადაეწყვიტა ყველაფერი. ან წარმოიდგინეთ, ცოტა როგორი ალოგიკურობაც გამოდის რაღაც კუთხით, რომ ამხელა პროფესურის და განათლების და მეცნიერების კერაში ჩვენ თანხმდებით, რომ მათ შიგნით კი არ გადაწყვიტონ რაღაცეები განათლების თავისავე უწყებაში რა როგორ იყოს. არამედ, ვიცი, სპორტსმენისგან, მსახიობისგან, უმაღლეს სასწავლებელთან საერთოდ ვარ ჩაულია, ზოგს ბაკალავრის დიპლომით შეიძლება არ აქვს, აი იმ პარლამენტმა გადაუწყვიტოს მაგალითად რა როგორ გააკეთონ. ხო, უცნაურობაა, ხო, ცოტა არ იყოს. ცოტა ისეთი არის, აი იმ თავის დროზე, როდესაც უნივერსიტეტები გაჩნდა, ხო, შუა საუკუნეებში ევროპაში, ხო, რაღაც ბოლონიის უნივერსიტეტს მივიჩნევთ, ხო, პირველ საუნივერსიტეტო კერად, ხო, რაღაც ასეა მიჩნეული, თუმცა მანამდეც და პარალელურადაც იყო, ხო, სხვაგან, მაგრამ ნახეთ, უნივერსიტეტების დანიშნულება იყო ის, რომ სტუდენტი და პროფესორი, სტუდენტი და მასწავლებელი ერთიანდებოდა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ეკარნახა ის გზები და მიმართულებები, რაც ამისთვის შეიქმნა უნივერსიტეტები და ხო, ეხლა ამოვაყირავეთ. და არც უმაგისობა არის ეხლა თანამედ ეხლა როგორ წარმოგიდგენია ჰარვარდის უნივერსიტეტს დონალდ ტრამპმა რაღაცა მოთხოვნები წაუყენოს, ხო, წარმოგიდგენია ეგ რა მოხდება. და გარდა ამისა, არსებობს უნივერსიტეტის მოდელები, ხო? არის მხოლოდ სასწავლო უნივერსიტეტი, ეს ძირითადად საბჭოთა კავშირის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არის შემორჩენილი. არის სასწავლო და კვლევითი, ხო, რასაც არის სასწავლო კვლევითი და მისი პრაქტიკული იმპლემენტაცია აი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის, ჰუმბოლდტის ტიპის უნივერსიტეტს, რასაც ვეძახით და არის ესე იგი კვლევა, სწავლება, პრაქტიკული გამოყენება და ბიზნესი, რაც სტენფორდის უნივერსიტეტში ხორციელდება და ვიცით, რომ სილიკონ ველის უკან დგას სტენფორდის უნივერსიტეტი, ხო? რომ ფაქტობრივად დღეს მსოფლიოში რაც ხდება ტექნოლოგიური სიახლეები და ის ცვრები, რასაც ახლა ყოველწუთიერად რისი მომხმარებლებიც ვართ, ამის უკან დგას ძალიან საინტერესო უნივერსიტეტი, ხო? და ეს უნივერსიტეტები ამ დონემდე როგორ მივიდნენ? აქ ხო ხელისუფლებები არასდროს არ ყოფილა ჩარეული. თავად აკეთებდნენ, თავად წყვეტდნენ, თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას, ზოგჯერ სხვა ვის უნდა ქონდეს ავტონომიურობა ქვეყანაში თუ არა განათლების კერებს, ხო? იმიტომ რომ განათლების კერასაც თუ არ ვანდობთ ავტონომიურობას, მაშინ საერთოდ სხვა მიმართულებებს როგორ უნდა ქონდეს რაიმე ავტონომიურობის ელემენტები, ხო? ასე რომ მოკლედ ახლა ერთ საკითხის გამახსენდა, ახლა ასევე საინტერესოა უცხოელი სტუდენტების საკითხი ამ რეფორმის ფარგლებში. ფაქტობრივად სახელმწიფო ითქვა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების საქმე არ უნდა იყოს უცხოელი სტუდენტების მიღება, იმიტომ რომ ეს თურმე ყოფილა მხოლოდ ბიზნესი და მეტი არაფერი. სხვა შორის ჯერ კიდე სადღაც წელიწადნახევრის წინ ენქა და ეკარიში ხო სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომები მუშაობს კარგად და ეს სტუდენტები ზუსტად იმიტომ არიან ჩამოსული, რომ ეს მიიღონ, ხო, ეს სერვისი მიიღონ. არ მგონია, რომ კერძო უნივერსიტეტებს ჰარვარდმა, ოქსფორდმა კიდევ ნებისმიერ უნივერსიტეტი რო ავიღოთ, ხო, რომ დაისახოს მიზნად, რომ მე მარტო ჩემ მოქალაქეებს ვემსახურები, ვაძლევ განათლებას და სხვა მოქალაქეებისთვის განათლების მიცემა
გადაცემა არ არის ჩემი მიზანი. ნუ ახლა ამერიკაში ეგ არ მოხდება ცხადია, მაგრამ მაგრამ მეორე კუთხე შეგვიძლია ჯერ კიდევ წელნახევრის წინ მეც მომიწია ჩართულობა ამ გარკვეულ კვლევაში. თავად თავრობის ჩართულობითაც იყო ეს კვლევა, ინვესტორთა საბჭო იყო ერთ-ერთი ჩართული პირი და ჩვენ მომავზადეს კვლევა შევისწავლეთ და კვლევის მიზანი იყო როგორ პირიქით გაგვეზარდა უცხოელი სტუდენტები ნაკადები ქვეყნისთვის, ანუ როგორ უნდა გაემჯობესებინა მთავრობა სხვა მმართველები თავისი არსებული მდგომარეობა, როცა მეტი უცხოელი სტუდენტი პირიქით დაინტერესებულიყო საქართველოში ჩამოსვლით და სწავლით. და ვექტორი მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებისკენ იყო თუ ყველა ზოგადად. იმიტომ რომ ეს მართლა განიხილება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან ესეთი დადებით შედეგი. ეს უნივერსიტეტი კი არ აკეთებს ამას, ამით ბიზნესს, ამით მთელი ქვეყანა, მთელი ყველანაირი მიმართულებით, ხო? თუ კი კარგი ტურისტი შეიძლება არსებობდეს, სტუდენტზე კარგი ტურისტი ვინ არის, რომელიც 4 წელს ატარებს შენთან როგორც მინიმუმ, ხო? და ნუ აქ ერთ-ერთი ფაქტორი გაკიცხვა რაც იყო რომ თულმე ის მე მიდის და ამ ცოდნა სხვა ქვეყანას ახმარს ხო არ ძალიან უცნაური მიდგომაა და არ იყოს შეიძლება რა თქმა უნდა რაღაცებზე ვისაუბროთ რომ აი მოდი მაგალითად მართლა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტმა სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხო მოდი თუ გვაქვს მე არ ვიცი რა კარგად არ ვარ ჩახედული სამედიცინო სფეროში და სამედიცინო სწავლებაში მაგრამ თუ ამის გამო რაღაცა აკლდება ქართულ სტუდენტს ქართულ პროგრამებს შეიძლება აქ რაღაც სხვა მიმართულებით გაუმჯობესო ეს ყველაფერი ხო მაგრამ ის რომ იყოს საერთაშორისო მიზიდულობის ცენტრი შენი უნივერსიტეტი როგორ შეიძლება ეს ცუდი იყოს პირიქით ალბათ. ასეც ესე იგი გამოდის რომ ჩვენ კითხვები უფრო მეტი დავსვით. კი ბატონო, მართლა პირდაპირ ბოლოსაც ვიტყვი რომ ეხლა ბევრი რაღაცა თქვი, ხოდაზე შეიძლება სხვანაირად იყოს. ან ვიღაცა გამოვიდეს და ერთი წერია, მაგრამ სხვანაირად განმარტოს მე და თქვას რომ აი ესე კი არა, ჩვენ ესე გვაქვს დაგეგმილი და არა ისე, სხვა შორის ხო ბევრ სხვა რაღაც მიდიან საკითხზე ეს რამე ყოფილა რომ იქ ერთი წერია მე გამოდიან განცხადებებში სრულიად სხვანაირად განმარტავენ. ვიმედოვნებ რომ ასეც იქნება და მე მგონია რომ როცა ასეთი ტიპის წრები არის და ასეთი რაღაც სიახლეები იგეგმება ყოველთვის საზოგადოება უნდა აქტიურად იყოს ჩართული. შეიძლება შენ არ გეკითხებიან, მაგრამ შენ მაინც უნდა მოიკითხო და უნდა დასვა ეს კითხვები, ხო? რომ იმიტომ რომ ეს არის კითხვები, რომლებიც აი ლოგიკურად ჩდება და რომელზე პასუხებიც უნდა არსებობდეს და უნდა არსებობდეს ადამიანები, რომლებიც ამ კითხვებს გეპასუხებენ. ამ კითხვებზე გეპასუხებენ. კახა, ჩვენი პოდკასტის ფინალური ფაზაში შევედით და ყავაზე უნდა გკითხო რაღაცა. ჩვენ ეხლა რომ აი ასე გულწრფელად საუბრობთ და ასე შინაურულად როგორც ისა სამზარეულოში ზიან და საუბრობენ ყავასთან. ხო, ეს არის ზუსტად ამ ყავის დამსახურება და ორი სიტყვა უნდა თქვა. ყავას რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში? საერთოდ ყავა ხშირად ასოცირდება გამოფხიზლებასთან. და ვისურვებდი რომ დღესაც თემა საზოგადოება მისე დავლიოთ ეს ყავა რომ ყველა ერთიანად გამოგვაფხიზლოს ბოსტონში ბათუმური ყავისმა მოვაწყოთ გამოგვაფხიზლოს და გამოგვაღვიძოს ხო როგორც ილია ნატრულობდა რომ როცა გვეღირსოს ჩვენ გაგვიძება და იქნებ სწორედ ყავამ შეწყოს ეს ამბავი კი რამე ხო არ დარჩა ისეთი რომ რაღაცა შენც რომ არა თუ ისეთი ბევრი რამე დარჩა არა მე არ მიკითხავს და გინდა რომ თქვა და ეს დავამატები და ვიტყოდი რითიც დავიწყე იმითვე დავასრულებ იმიტომ რომ მე ეს მიმაჩნია ჩემი გამოსილებიდან გამომდინარე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე რაც 100% ვიცი და რასაც წყალი არ გაუვა რომ დემოკრატიული პროცესების გარეშე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ყოველთვის არის საშიში, ყოველთვის არის საეჭვო, ყოველთვის არის რისკების მატარებელი. ჩვენ თუ არ დავიბრუნეთ დემოკრატიული პროცესი, სადაც ასეთი გადაწყვეტილებები მით უმეტეს ხო, როგორც არის განათლების რეფორმა, ეს უნდა ხდებოდეს უამრავი განხილვის, არჩევ გაზომვის ერთხელ გაჭრის პრინციპით, საზოგადოების შესაბამისი წარმომადგენლების ჩართულობით, ამეების გარეშე შეუძლებელია ჩვენ რაიმე ჯანსაღი მივიღოთ. თუნდაც ახლა იქ შეიძლება რაღაც ერთი წელიწადება იწეროს მომხიბვლელად. მაგრამ შეუძლებელია ჩვენ ამ ჯამურად ვისაუბროთ, რომ ეს შეიძლება იყოს სიკეთის მომტანი, იმიტომ რომ ასეთი რეფორმები
ერთ ჩაკეტილ კაბინეტში არ იწერება, არ უნდა იწერებოდეს, არა იწერება, მაგრამ არ უნდა იწერებოდეს, ხო? და ყოველთვის იქნება საეჭვო და საფრთხის შემცველი. ასე რომ პირველ რიგში რაც მე მაწუხებს, რაც მე მანდარდებს არის ის, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ დემოკრატიული პროცესები. დემოკრატიულ პროცესში უკვე თუნდაც რაღაც ეხლა რაც ვცხოვრობთ, რომ სარისკოა. თუნდაც ეგეთ რამეები ცდად შეიძლება. იმიტომ რომ იქ დაზღვეული ვართ, რომ იქ ბევრი კონტროლი იქნება, ბევრი დამზღვევი მექანიზმი იქნება და იქ მიზანი ამ ყველაფრის იქნება განათლების განვითარება და არა მაგალითად განათლების მმართველი გუნდის მიერ, პარტიის მიერ თავის სამსახურს ჩაყენება, ხო? კი, მე მგონია, რომ ეს რაღაცა ანდაზად უნდა იქცეს, ხო, რომ თავისუფლებაში დაშვებული შეცდომები გარდაიქმნება გამოცდილებად და სხვა შემთხვევაში შეცდომები ვერ სწორდება, თუ კი ეს შეცდომა თავისუფლებაში არ არის დაშვებული. დიდი მადლობა კახა, მგონია საინტერესო იყო. ერთადერთი ეხლა რაც შეიძლება რომ ჩვენს მაყურებელს ერთადერთი მოთხოვნილება რაც შეიძლება რომ დაუკმაყოფილდეს ამის ყურების მერე ის არის თუ რამდენად ყოვლის მომცველი არის ეს პრობლემა. ამ პრობლემას აქვს სამეცნიერო ნაწილის რისკები, ყოველდღიურობის რისკები, ეკონომიკური რისკები. ხო, არ დარჩება ადამიანი, რომელზეც ეს რეფორმა არ აისახება. და იმედი მაქვს, რომ რაღაცა დონეზე რაღაც პროცესამდე მივალთ და გონივრული გამოსავლამდე მივა ეს ყველაფერი და მოდი რას ვისურვებ იცი? სათღრძელოსავით დავამთავრებ, ხო შეიძლება ყავასთან სათღრძელო. აი მომავალ წელს ერთი წლის მერე რომ მოგიწევ აქა გვეთქვას რომ რას ისურვებ და ლაპარაკობთ თურმე რა კაი რამე ყოფილა ასე ოპტიმისტურად დავამთავრებ. დაიყოს ასე მოდი. დიდი მადლობა ლალი მოწვევისთვის და დიდი მადლობა ყავისთვის. დაგემშვიდობებით, ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. ჩემი სტუმარი იყო კახა ურიატმყოფელი, იურისტი, ტრენერი, ძალიან საინტერესო ადამიანი და ალბათ ამ გადაცემას ასე ვუწოდებთ უფრო მეტი კითხვები, ვიდრე პასუხები. მადლობა.